საღამომშვიდობისა ეთერშია გადაცემა უპასუხეთ ხალხს. კითხავთ დღეს იმ რაიონიდან დასვამენ, რომელმაც საქართველოს ისტორიას უთვალავი აბრაგი, რევოლუციონერი და კომუნისტი დაუტოვა. დღეს ხალხი საკუთარ პრობლემებზე ისაუბრებს იქედან, საიდანაც ფილიპე მახარაძე, ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ბასილ ჟავანაძე, გივი გუმბარიძე, ედუარდ შევარდნაძე და კიდევ სხვა ბევრი ცნობილი პოლიტიკური ლიდერია. თუმცა ამ რეგიონს დღეს ეს ყველაზე ნაკლებად ეტყობა. ნაკლებად ეტყობოდა მაშინაც, როცა თავად ეს ლიდერები იყვნენ ხელისუფლებაში. რამდენიმე წუთში პირდაპირ ხაზზე იქნება გურია, ოზურგეთის რაიონი. მანამდე კი სტუდიიდან ისაუბრებენ გიორგი და გივით არგამაძეები. მანამდე კი ჩვენი კოლეგა ნატა მახულაძე შეგახსენებთ მათ ჟურნალისტურ და პოლიტიკურ წარსულს. მონიტორი დღეს არის სავიზიტო ბარათი ჩემი მომავლის. მისთვის ტელევიზია სავიზიტო ბარათი არაერთხელ გამხდარა. იბერვიზიის საინფორმაციო სამსახურიდან ის პირდაპირ ასლან აბაშიძესთან მოხვდა. მე მისი ოჯახის წევრად მიმაჩნია თავი და ბატონი ესლანი ხშირად შაყირობს ხოლმე, რომ ესე იგი ერთ პასპორტში არა ყავარ შეყვანილი როგორც თავისი შვილი. ასლან აბაშიძის გაპრეზიდენტებად სურდა. მისი კანდიდატურა თარგამაძემ აღორძინების ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე ლიდერის დაუკითხავად წამოაყენა კიდეც. რის გამოც აქტივისტი თარგამაძის მხრიდან შევარდნაძის მისამართით პირველი პოლიტიკური განცხადება გაკეთდა. სრულ ფორმულა რომ მეფე უცოდველია უკვე სასაცილოა. ამ სათხოვარას შესაძლოა გარკვეული პერიოდი ემუშავა. დღეს უკვე მეფე შიშველი. შევარდნაძის და მისი კაბინეტის კრიტიკა გიორგი თარგამაძემ უკვე პარლამენტში გააგრძელა. ასლან აბაშიძის ფავორიტი აღორძინების საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი 27 წლის ასაკში გახდა. თარგამაძის კრიტიკის მთავარი ობიექტი მაშინაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. თუნდაც ზეპირსიტყვიერი მუქარის დონეზე გაკეთებოდა კატეგორიული განცხადებები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც შეუკვეთეს ბატონი კახიასათიანის კვლელობა. ასლანის კარზე გავლენები თარგამაძეს 2002 წელს შეუსუსტდა. მას ჯემალ გოგიტიძე დაუპირისპირდა. მოულოდნელად ასლან აბაშიძეს ხმა მიუტანეს, რომ თარგამაძე აღორძინების აგიტაციას აღარ აწარმოებდა. შიდა ინტრიგების შედეგად თარგამაძემ აღორძინების თბილისის ორგანიზაციის პოსტი დატოვა. ის სანდრო ბრეგაძით ჩაანაცვლეს. გაზეთებიდან პასუხების გაცემას არ დავიწყებდა არც სასამართლოში სირბილს. ძალიან ცუდად გაუთენდება და დაუღამდება ის დღე. პოლიტიკური განქორწინების შემდეგ თარგამაძე უკვე პოლიტიკური სავიზიტო ბარათით ჟურნალისტიკაში დაბრუნდა. შეიცვალა მისი ლიდერიც. ის ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზიის პოლიტიკური მიმართულებების გადაცემების ხელმძღვანელი გახდა. გიორგი თარგამაძის დროებიდან საზოგადოებამ გახმაურებული მკვლელობები შეიტყო. პატარკაციშვილზე აგორებული სკანდალის გამო თარგამაძემ ბიზნესმენის უფლებების დაცვა საკუთარ თავზე აიღო. პატარკაციშვილის დამცველს 2 კვირის შემდეგ საკუთარი თავის დაცვაც მოუხდა. ერთჯერობით ჩვენ ტელეეთერში ვართ, თუმცა სტუმრები მოვიდნენ. კარგი, დროებით განშტოებით, არის ნერვიულობა. ამ მიმართვიდან ძალიან მალე გიორგი თარგამაძემ პირდაპირ ეთერში სკანდალური ჩანაწერები მოისმინა. ამის შემდეგ ის უკვე ტელევიზიის დატოვების გადაწყვეტილებას იღებს და ისევ პოლიტიკაში ბრუნდება. ქრისტიან დემოკრატი თარგამაძის პოლიტიკურ არენაზე მეორედ მოსვლისას პატარკაციშვილის მომხრეებმა ის ლიდერის ღალატში დაადანაშაულეს. ორგზის პოლიტიკოსი საკუთარ რიგებში არც ეროვნულმა საბჭომ მიიღო. ახლა თარგამაძისთვის ისევ ცვლილებების დროა. ჩემი შემოსავლება ძირითადად კი არა, საერთოდ არის გრანტებიდან. შეხცნული გრანტი ჭამიები ვართ. ვიდრე გრანტი ჭამიას უწოდებდნენ, ეროვნულ მოძრაობაში იყო. ეს 1988 წელს. მოგვიანებით ახალგაზრდა კომუნისტებმა მოძმე სერბების დახმარების მიზნით კოსოვოში გასამგზავრებლად მოხალისეების შეგროვება დაიწყეს. ნატოს აქტივისტმა თარგამაძემ კი მათ სხვა გამოსავალი შესთავაზა. დედაც ისინი ვარაუდობენ, რომ ნატოს მხარდამჭერი მოხალისეები შეიძლება გამოჩნდნენ ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ ვიცავებთ ამ ხალხის მოგროვებას. გამოვიყვანთ ჩვენს ასიოდეკაცს და შევხვდეთ იპოდრომზე და იქ გავარკვიოთ ეს დაპირისპირება. პოლიტიკური აქტიურობის პარალელურად იყო უროლოგია ნეფროლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო ბლოკის სანიტარიც. თუმცა სამედიცინო ინსტიტუტიდან რამდენჯერმე გარიცხულმა თარგამაძემ ბოლოს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. ეს დაამთავრა 30 წლის ასაკში. მე მგონი ერთ-ერთი ასლან აბაშიძე ჩემზე გვიან დაამთავრა 36 წლის. ბეჭდავდა პოლიტიკურ საგამოძიებო გამოცემებში. თითქმის ყველა პუბლიკაცია შევარდნაძეს და მის ოჯახს უკავშირდებოდა, რის გამოც ხშირად ემუქრებოდნენ. პოლიციელებმა ოფისიდან მოყარეს პრაქტიკულად მთელი ინფორმაცია, ხო?
შემდგომში ისეთი შედეგს ვერ მიაღწევს, იმიტომ რომ აქემ ვერ წაში, მაინც ამოუთხრია. ამოთხარა კიდეც. სწორედ ამ პერიოდში გაირკვა, რომ თარგამაძეს უკვე პოლიტიკური ლიდერი არჩეული ყავდა. სააკაშვილი, იმიტომ რომ ეხლა ნორმალური იდეები აქვს. სააკაშვილმა თუ გააყრენა, მე სააკაშვილსაც დავწყვეტ. სააკაშვილს ვერ დაცხო, თუმცა სააკაშვილის გამო თავად დასწრეს. თან იმ რეგიონში, სადაც გიორგი თარგამაძის უკვე ყოფილ პოლიტიკურ ლიდერს მეფესაც კი უწოდებდნენ. ცემა თბილისშიც დაუპირეს. ეს მაშინ, როდესაც სტუდენტებს გივი თარგამაძემ ლექცია საირბის გორის სკანდალურ მშენებლობებზე წაუკითხა. ყიდის სოალავიძე ცემას გადარჩა, მაგრამ მაშინ ლევან პირველმა თარგამაძის მისამართით გასროლა სცადა. ამჯერად თავად პირველმა ვერ გაარტყა ათიანში. ათიანში გარტყმა კი უკვე ოდნავ მოგვიანებით თარგამაძემ თავად სცადა ორფოლოს პოლიგონზე. ეს მაშინ, როდესაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის მეგობარი და უწყების ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელიც კი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ გივი თარგამაძე ოქროვაშვილს იმდენად ენდობოდა, რომ არც ფინანსები შეუმოწმა და არც უწყებაში მიმდინარე დარღვევები. თარგამაძე პოლიტიკურ სკანდალში არაერთხელ გახვეულა. რუსმა ჟურნალისტებმა ის ალექსანდრე მილინკევიჩის მიზანში ამოღებისთვისაც კი დაადანაშაულეს. არგუმენტი თარგამაძის სატელეფონო ჩანაწერი იყო. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ შიშს აქვს დიდი თვალები. ბელორუსიაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულ თარგამაძეს კიევში რევოლუციის ერთ-ერთი დირიჟორი უწოდეს. ნარინჯისფერებმა ხმების დათვლა სწორედ მას ანდეს. ყოველთვის მშვიდად მოპასუხე თარგამაძე მაყურებელმა გაბრაზებული 2007 წლის 7 ნოემბერს ნახა. თქვენ ნაძირალებო მართლა. და არ გაგივათ ეს რევანში. რუსული დროშები არ იფრიალებს რუსთაველზე. თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ახლა არჩევნებს ელოდება. არჩევანი კი მისთვის ყოველთვის ერთია, ნომერი 5. ეს ადამიანები საჯარო დებატებში დღეს პირველად უპირისპირდებიან ერთმანეთს. ერთი ქრისტიან-დემოკრატთა სახელით ამტკიცებს, რომ ცვლილებების დროა. მეორის პარტიული სლოგანი კი ასე ჟღერს: საქმე ლაპარაკის ნაცვლად. თქვენ გადაწყვეტეთ, რომელი დევიზი უფრო მოგწონთ, ჩვენ კი. ნანუკა ჟორჟოლიანი და თენგიზ გოგოტიშვილი დაგეხმარებით იმის გაგევაში, რადგან ამ მოწოდებების უკან და რის გაკეთებას გეგმავენ დღევანდელი ოპონენტები და მათი პარტიები. ხოლო სანამ მეორე ბლოკში სიტყვას გურულები აიღებდნენ, თქვენ შეგიძლიათ SMS-ები გამოგზავნოთ ნომერზე 1011. ჩვენ კი პირველი კითხვით ბატონ გიორგი თარგამაძესთან გადავდივართ. ბატონ გიორგი, რას ნიშნავს თქვენი ლოზუნგი ცვლილებების დროა? ცოტა არ იყოს მართალი გითხრათ ბარაკ ობამას საარჩევნო სლოგანს მაგონებს და შეგახსენებთ, რომ 3 წუთი გაგონებთ. მე 3 წუთი მას პირველ რიგში მოგესალმებით ყველა ჩვენს ტელემაყურებელს, მივესალმებ პირველ რიგში. საქართველოში ცვლილებების დრო დადგა. საქართველოში დადგა დრო, რომ ყველა სიტყვას დაუბრუნდეს თავისი მნიშვნელობა. საქართველოში დადგა დრო, რომ ყველა ინსტიტუციამ შეასრულოს თავისი ფუნქცია. საქართველოში დადგა დრო იმისა, რომ მასმედიამ დაიწყოს ხალხის ინფორმირება და არ იყოს ინფორმაციის დამალვის საშუალება. საქართველოში დადგა დრო, რომ სასამართლოში ადამიანი სამართლის საპოვნელად მიდიოდეს და თავს დაცულად გრძნობდეს და არაპირიქით სამართალი იმალებოდეს სასამართლოს დერეფნებში. საქართველოში დადგა დრო, როდესაც მუშას შეეძლოს მუშაობა და თავის მიერ მოწეული ამაგით გლეხმა შეძლო საკუთარი ოჯახის რჩენა. საქართველოში დადგა დრო, როდესაც ადამიანს საკუთარი ზნეობის, საკუთარი ნაბიჯების, საკუთარი საქმეების მიხედვით შეაფასებენ და არა იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ ფულის დახარჯვას მოახერხებს საარჩევნო კამპანიაში და რა იმიჯის ჩამოყალიბებას წინა საარჩევნო მოსახლეობისათვის. საქართველოში ამის დრო დადგა და ამას ჩვენ დღეს არ ვამბობთ. საქართველოს ქუჩებში და არა მარტო თბილისში 100,000-ობით ადამიანი გამოვიდა. დედებმა მიატოვეს საკუთარი ოჯახები და სამზარეულოები, ლექტორებმა მიატოვეს და სტუდენტებმა აუდიტორიები, მეცნიერებმა მიატოვეს ლაბორატორიები, მსახიობებმა თეატრები და სპექტაკლები, ჟურნალისტებმა თავიანთი სტუდიები და გავიდნენ ქუჩაში, რომ ეთქვათ, საქართველოში ცვლილებების დროა და ეს ცვლილებები საქართველოში დაიწყება 21 მაისს და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იქნება ის, როდესაც საქართველოს პარლამენტში უმცირესობაში იჯდება ბატონი გივი თარგამაძე და უმრავლესობაში გიორგი თარგამაძე. ანუ თქვენ ფაქტობრივად მოგჩათ დრო თუ კიდე გაქვთ რამე დასამატებელი? დიდი მადლობა და უთმობთ ჩემს ოპონენტს. ბატონ გივი, თქვენთან გადმოდივართ ზუსტად იგივე შეკითხვით. თქვენი ლოზუნგით საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ეს ნიშნავს იმას, რომ აქამდე ლაპარაკობდით და საქმეზე ახლა გადავიდეთ. არანაირად არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ უფრო მეც ლაპარაკობდით, ვიდრე ახლა ვაპირებთ ლაპარაკს საქმის კეთებასთან ერთად. მაშინ, იმიტომ რომ ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდი და ყველაზე მტკივნეული პერიოდი, ალბათ, როდესაც სწორედ იმისათვის, რომ დღევანდელი ეტაპის განხორციელება დაგვეწყო, ჩვენ უნდა მოგვემზადებინა სრული საფუძველი, რაც გამოიხატებოდა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის შექმნაში, რომელიც შევქმნით მუშაობის შედეგად,
არამედ აი სწორედ იმ ტკივნეულ რეფორმებში, რომლებიც პოლიტიკური ინსტიტუციების ჩამოყალიბებისთვის იყო გარდაუვალი და აუცილებელი ჩვენ ქვეყანაში, ისე როგორც ეს იყო ყველა სხვა ჩვენი ტიპის გარდამავალ ქვეყანაში თავის დროზე აუცილებელი და რაც ყველგან მოხდა. ბუნებრივია, ჩვენ მაშინ მეც ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ტკივნეული რეფორმები სჭირდებოდა, რაც შეიძლება დეტალური ახსნა, თუმცა როგორც შემდგე გაირკვა, საკმარისი მაინც არ გვილაპარაკია, იმიტომ რომ ეს ახსნა ჩვენ არ გამოგვივიდა ბოლომდე ზუსტად ვერ მივიტანეთ ეს მიზნები და აუცილებლობები საზოგადოებამდე, მაგრამ დღეს მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გაცილებით ნაკლები ლაპარაკის ფონზე გაცილებით მეტი საქმე გავაკეთოთ და ალბათ მე მექნება საშუალება, რომ ჩამოვაყალიბოთ თუ რა საქმეებზე არის ლაპარაკი, ხოლო რაც შეეხება იმას, რაც ბატონმა გიორგიმ ბრძანა, დიახ, მართლაც იყო ხალხი გამოსული ქუჩებში, ჩვენ ამ ხალხს შევეცადეთ, რომ მიგვეცა ამ ხალხისთვის მაქსიმალურად აუმწურავი პასუხები მათ კითხვებზე და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ეს ხალხი დაუბრუნდა თავის საქმეს და იგივე თქვათ სახეობები, რომლებიც მაშინ თეატრი დატოვეს, დღეს თურქეთში გაემგზავრნენ, დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული გამოსვლები ექნებათ იქ, იგივე სპორტსმენები გუშინ და დღეს ოქროს მედლებს ჩუქნიან ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ძუდოში და სხვაგანაც ასე იქნება, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მივდივართ სწორი გზით, დარწმუნებული ვარ ამაში და როგორც უკვე გითხარით, ბევრ ლაპარაკს ნამდვილად არ ვაპირებ, გარდა იმ საქმეებისა, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ, იმ საქმეებზე ველაპარაკობ. ძალიან დიდი მადლობა, ვიდრე დებატების ნაწილზე გადავიდოდი, მე როგორც თქვენ ჩემს ყოფილ კოლეგებს, ჩვენს ყოფილ კოლეგებს მინდა გთხოვოთ, რომ რაღაცა მაგალითი მივიცეთ თქვენს უკვე ახლანდელ კოლეგებს, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსებს, რომ რეალურად ვეჩვენოთ როგორია დებატები, ამიტომ თქვენ გიდევთ წინ კალმები, გიდევთ ფურცლები, რომ ვაცადოთ ერთმანეთს საუბარი, ჩვენი მხრიდან პირობას გაძლევთ, რომ ორივე თქვენგანს ექნება თანაბარი დრო დღეს ჩვენს გადაცემაში დათმობილი. ბატონო გიორგი, მე მინდა რომ თქვენი ეს ვთქვათ პარტიული ხედვის თემა ამოვწურო და შემდეგ უკვე გადავიდეთ სხვა თემებზე. ჩვენ წავიკითხეთ ეს, საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ყველა საინტერესო ის არის, რომ არაფერი წერია კონფლიქტური ტერიტორიების შესახებ. ეს იმიტომ რომ უბრალოდ გადადეთ ეს თუ ამ წუთას არ ფიქრობთ რომ ეს თავარი და პრიორიტეტული თემაა, რატომ არაფერი წერია თქვენს ხედვაში და გეგმებში კონფლიქტურ ტერიტორიებზე? ეს არის ყრილობაზე გამოტანილი დოკუმენტების მხოლოდ ნაწილი, რომელიც თქვენ ჩაგივარდათ ხელში, თუმცა ჩვენს ყრილობაზე უპირველეს ყოვლისა სწორედ საქართველოს გაერთიანებაზე იყო საუბარი. არ თუ წერია. როგორ ფიქრობთ, რა გზებს ხედავს თქვენი პარტია საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტური ტერიტორიების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით? როგორია თქვენი ხედვა? ჩვენ თვლით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები დგას დღესდღეობით და სიტუაცია არის გაცილებით მძიმე, ვიდრე თუნდაც 4 წლის წინ იყო. მაშინაც ყოველს ჰქონდა განცდა იმისა, რომ ვითარება იყო ჩიხური, მაგრამ ასეთი სიტუაცია ნამდვილად არ იყო, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. 4 წლის წინ ყველას ჰქონდა ეს განცდა, მაგრამ დღეისათვის ჩვენ ვფიქრობთ, კიდევ უფრო ღრმა ჩიხში ვართ მომწყდეული და თუ კი მაშინ თუნდაც იგივე ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში არსებობდა გარკვეული პერსპექტივები ვითარების, მშვიდობიანი დარეგულირების, ამ ხრივ ძალიან ბევრი რამ ითქვა და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დანაშაულებრივი ფურცელი ახალი ვარდების რევოლუციის ისტორიაში, იმ სისხლიანი, ასე ვთქვათ, პროვოკაციამ შეხედულობაში, რომელიც განხორციელდა სწორედ იმ წლებში, ამ საგრძნობად გადაგვაგდო ჩვენ უკან და ბევრი პრობლემა შეუქმნა დღევანდელობას. იცით, ბევრი პრობლემა იყო, ყოველთვის ჰქონდათ პრობლემა, მათ შორის გალში ცხოვრებას, მაგრამ გეტყვით, ახლავე გეტყვით, ზუსტად გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ აი ამ რიტორიკამ უფრო მეტი პრობლემა შეგვიქმნა, ვიდრე რაიმე რეალურად გადადგმულ ნაბიჯებმა. მე დღეს ვესაუბრე მამა პიმენს, რომელიც გალის რაიონში, რომელსაც ძალიან ცუდი ინციდენტი შეემთხვა, საბედნიეროდ ფიზიკური ზემოქმედება, როგორც ვიცი, მასზე არ განხორციელებიათ, მაგრამ ძალიან სამწუხარო და ცუდი ფაქტი მოხდა. ამით მე უბრალოდ იმის დემონსტრირება მინდა, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ნაკლებ პატივს ვქცევენ ყველანი ჩვენ. როგორც სახელმწიფოს. რაც იზამთით თქვენ რომ ხელისუფლებაში ჩვენ ვიზავდით იმას, რომ ქართული სახელმწიფო გახდებოდა უფრო ძლიერ. ვიზავდით იმას, რომ საქართველოს და ქართველებს თავის ქვეყანაში უპირველეს ყოვლისა უფრო მეტად დააფასებდნენ და ასეთ რამეს ვერ გაბედავდნენ. კონფლიქტური ტერიტორიების პრობლემებს როგორ მოაგვარებდით, ბატონ გიორგი? კონკრეტულად გითხრათ, თქვენ რომ ხელისუფლებაში იყოთ, როგორ მოაგვარებდით ამ პრობლემებს? საქართველოს ჭირდება ძლიერი არმია. თუკი ჩვენ მოვართ ხელისუფლებაში, საქართველოს არმიის გაძლიერების გეგმას გავაგრძელებთ, არ შევასუსტებთ, არც დაფინანსება შევუწყებთ პირიქით, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ, რადგან მშვიდობიან პოლიტიკას და დიპლომატიას ჭირდება ძლიერი ზურგი, სამხედრო ელიტა საქართველოს მომავალია და ახალი ქართული ელიტის ხერხემალი შეიძლება ითქვას. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ მომავალი მაინც არის სამშვიდობო მოლაპარაკებების, მომავალი არის ქართველებისა და აფხაზების, ქართველებისა და ოსებს შორის შატეხილი ხიდის აღდგენის და ამ მიმართულებით ჩვენ უზარმაზარი რესურსი გაგვაჩნია. ბატონ გიორგი, როგორ ფიქრობთ?
მე პირველ რიგში მინდა თქვა, რომ თვითონ მიდგომაში ალბათ არაფერი ახალი არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენც ზუსტად იგივე. თუმცა ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, რომ 4 წლის წინ უკვე უფრო მეტი ოპტიმიზმის. ბუნებრივია, ამას ვერ დავეთანხმებ, იმიტომ რომ ჩვენ გაცილებით უფრო წინ ვართ, ვიდრე 4 წლის წინ ვიყავით. ამაზე შეიძლება ვიმჟელოთ თუნდაც იმითი, რომ იგივე სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ის ნაწილი სამხრეთ ოსეთის და ეს არის ნახევარზე მეტი, რომელიც ჩვენი იურისდიქციის ქვეშ არის. დღეს არის გაცილებით უფრო ორგანიზებული, კეთილმოწყობილი და რაც თავარია არსებობს, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ბატონი დიმას ანაკოევის ხელისუფლება და ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის უდიდესი გარღვევა, ამაში ვარ დარწმუნებული აბსოლუტურად და თუნდაც იმის გამო, რომ გაცილებით მეტი ადამიანი რეალურად მოსახლე ამ ტერიტორიაზე ექვემდებარება სწორედ ამ ხელისუფლებას და არა კოკოითის თვითმარქვია მარიონეტულ რეჟიმს. რაც შეეხება იგივე აფხაზეთის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს დღეს მყარი და ძლიერი პოზიციები კოდორის ზემო აფხაზეთში, კოდორის ხეობაში, კერძოდ, რომელიც არ კონტროლდებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, კონტროლდებოდა ბანდების მიერ, რომლებიც თანამშრომლობდნენ აფხაზურ მხარესთანაც, მათ შორის და იქაური მოსახლეობა იყო ერთნაირად დაუცველი ამ ბანდების წინაშეც და აფხაზების თუ რუსის სამშვიდობოების წინაშეც. ჩვენ იქ აღვადგინეთ მთლიანი ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება დღეს ის იქ სწორედ აფხაზეთის ტერიტორიაზე და იქ ახორციელებს თავისუფლ ემოსილებას. ამიტომ ჩვენ ვართ გაცილებით წინ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ სწორედ აი იმ ხედვიდან გამომდინარე, რომელიც თუნდაც ბატონმა გიორგიმ თქვა, ჩვენ გვაქვს დღეს მსოფლიოში გაცილებით უფრო დიდი მხარდაჭერა და თავად ამ ჩვენი კონფლიქტური რეგიონების საკითხი დღეს არის ბევრად უფრო აქტუალური ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ, ან თუნდაც 2 წლის წინ. ამიტომ ბუნებრივია ეს არის მთავარი პერსპექტივა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა პან კი მუნმა საკმაოდ პესიმისტური განცხადება გააკეთა, როდესაც გეთანხმებით, ზოგადად ჩვენ ვართ ძალიან პესიმისტურად ასევე განწყობილები გაეროს როგორც ორგანიზაციის ეფექტურობის მიმართ, ეს არაერთხელ ჩამოგვიყალიბებია ნებისმიერ დონეზე. მაშინ რა გზა გვაქვს, რომ გაეროს მეტი აუარო და სხვა ფორმატით მოვაგვაროთ იგივე. სწორედ აი მაქსიმალურად ინტენსიური დიპლომატიით ვცდილობთ, რომ სწორედ ეს გავაკეთოთ. ან რა თქმა უნდა ამოიწუროს ასევე გაეროს ფორმატის შესაძლებლობებიც, ან გაძლიერდეს ამ ფორმატის შესაძლებლობები, ამიტომ უფრო აქტიურები უნდა იყვნენ. ამ განცხადებების გაეროს წევრები და მათი აქტიურობის ვთქვათ ფონზე საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ბატონო, გითხარით, ზუსტად აი უახლოეს 4-5 წელიწადში რას აპირებ, ვინ შეცვლის გაეროს, ვინ ჩაანაცვლებს რუსებს და ვინ შეუშვებს იმ 250-300.000 ქართველს, ვინ დააბრუნებს სახლებში. იმ 300.000 ქართველს და უფრო ზუსტად რო ვთქვათ, მთლიანობაში 500.000 ადამიანს, ვინც დატოვა აფხაზეთის ტერიტორია, აქ მარტო ქართველები არ იყვნენ, იყვნენ ესტონელები, ბერძნები და ასე შემდეგ, ძალიან ბევრნი. მათ დავაბრუნებთ ჩვენ, ბუნებრივია, საკუთარ სახლებში და ეს მოხდება რაც შეიძლება სწრაფად და ჩვენ ამაში მხარს დაგვიჭერს მთელი ცივილიზებული სამყარო, ამაში ვარ დარწმუნებული. მექანიზმები ბუნებრივია დღეს რო იყოს უკვე გამოგონებული, ამიტომ ჩვენ მაშინ ამას დღესვე დავიწყებდით, ჩვენ ინტენსიურად მუშაობთ ამაზე და გვაქვს ძალიან იმედი, თუნდაც იმ ცვლილებებისა, რომლებიც ხდება დღეს საერთაშორისო პოლიტიკაში, ამერიკის მხარდაჭერა ისეთი ძლიერი, როგორც თუნდაც ბუქარესტში იყო, საქართველოს არასდროს არ ქონია, დღეს უფრო ძლიერია, შესაძლოა არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი იყოს და ასევე შესაძლოა რუსეთში რაღაც შეიცვალოს, შესაძლოა არ შეიცვალოს, მაგრამ ეს არ იქნება, ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილი. ერთადერთი ფაქტორი რუსეთის მხრიდან, რომელსაც ჩვენ ბუნებრივია ვითვალისწინებთ, ეს არის, ასე ვთქვათ, კონტროლი იმისა, რომ რუსეთის მოქმედებები არ გადავიდეს იმ ზღვარს, რომლის მერეც უკვე ჩვენ არ გვექნება დრო დიპლომატიის საძიებლად. ეს არის ბატონ გიორგი, თუ რამეს დაამატებდა ერთი შეკითხვა სულ ნახევარი წუთი მინდა ამ თემასთან დაკავშირებით თქვა. მესმის რაც საუბრობს ბატონი გივი, ამ ხრივ შეიძლება ითქვას ახალი არაფერია, თუმცა მე ვერ დავეთანხმები მას და მიმაჩნია, რომ კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისათვის უკეთესობისკენ ბევრი არაფერი შეიცვალა. შეიძლება ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ქართველებს დღეს აქვთ ერთი ნორმალური კინოთეატრი და ერთ-ორ ადგილზე უკეთესად გაყვანილი გზა, მაგრამ მათი ცხოვრება უფრო უსაფრთხო არ გამხდარა და სამწუხაროდ ჩვენ უფრო ხშირად ავართ მომსწრენი გატაცებების, მკვლელობების, ადამიანების დაკარგვის და ასე შემდეგ.
შემდეგ. იგივე შეიძლება ითქვას გალის რაიონზე და მე მოვიყვანე მაგალითი თუნდაც გუშინდელი ძალიან სამწუხარო ფაქტის მამაპიმეთან დაკავშირებით და იგივე შემიძლია გავიმეორო ამ შემთხვევაშიც რომ დევნილების როლი, ხიზნების როლი, როგორც ბატონი ოტია იოსელიანი ხშირად გვისწორებს ხოლმე, ხიზნები არიან ისინი საკუთარ სამშობლოში. მათი როლი არის გასააქტიურებელი. მათთან ურთიერთობის პოლიტიკა არ ნიშნავს კომპაქტურად განსახლებული დევნილებისათვის მხოლოდ და მხოლოდ სახურავების გადახურვას და კანალიზაციის მოწესრიგებას. ეს ადამიანები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ მშვიდობის მოყვარე პოლიტიკაში. მე მიმაჩნია რომ ამ მიმართულებით არის ყველაზე დიდი რესურსი. ბატონ გიორგი, ნახევარწუთი გამოვიყენებ, მე დავამატებ. ოღონდ მართლა ნახევარწუთი. ზუსტად ნახევარწუთში მდგომარეობა ნამდვილად შეცვლილია როგორც სამხრეთ ოსეთის საიმ ტერიტორიაზე, ასევე გალში, გაცილებით უკეთეს პირობებში არიან და გაცილებით უფრო დაცულები არიან ჩვენი მოქალაქეები და რაც შეეხება იმ პირდაპირ კონტაქტებს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს კონტაქტები არის ძალიან ხშირი, უბრალოდ არსებობს რუსეთის ფაქტორი, რომელიც პრაქტიკულად ამ კონტაქტებს ხდის არაპროდუქტიულს. ეს არის და ეს თორე ჩვენ არასდროს ამისგან თავი არ შევიკავებია. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, როდესაც თქვენ წეგან საუბრობდით ადამიანის უფლებებზე, როდესაც თქვენ პირველი თქვა სამწუთიან ლიმიტში. თქვენ ეს თქვენ მე ვამბობდი ამას მაშინაც. როდის მაშინაც, როდესაც ასლანაბაშიძის გვერდით ვიდექით? ეხლა როდესაც გვერდით ვიდექით? ადამიანის უფლებებზე მაშინაც საუბრობდით? ჩვენ საუბრობთ ადამიანის უფლებებზე, მაშინ როდესაც მე ბლოკ საქართველოს აღორძინებაში ვიყავი ფრაქციის ხელმძღვანელი, ვიყავი დეპუტატი, ჩემი ყოველდღიური საქმიანობა იწყებოდა სწორედ ამით და მთავრდებოდა ამით. მაშინ იყო პერიოდი და მე ყოველთვის მიმაჩნია და ვიფიქრებ ასე, რომ ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის იმპულსის მიმცემი არის სწორედ ცენტრი, არის ცენტრალური ხელისუფლება, არის ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც თავმოყრილი არის თბილისში და შეუძლებელია რომელიმე რეგიონს მით უმეტეს ადგილობრივ მმართველს მოთხოვა იმაზე მეტი დემოკრატია, ვიდრე ეს იქნება ცენტრში და მთელ საქართველოში. ამიტომ ჩემს ამოცანას წარმოადგენდა მაშინაც და წარმოადგენს ახლაც. დემოკრატია განვითარდეს თბილისიდან მთელ საქართველოში და დემოკრატია იგრძნობოდეს ყველა დონეზე. ისეთი სიტუაცია, როგორც არის ახლა, დამერწმუნეთ არ იყო მაშინ, განსაკუთრებით თვითმმართველობების დონეზე. თუნდაც აჭარასთან მიმართებაში. იქ შემდეგ მოხდა, შეიძლება ითქვას, ჯოხის ზედმეტად გადაწევა და მივიღეთ სრულიად უკიდურესი სიტუაცია, მაგრამ იმის შემდეგ გადავარდით მეორე უკიდურესობაში, როდესაც არათუ ავტონომიურობის თვითმმართველობის ელემენტარული დონეც კი არ არის. და პირადი პატიმარი, რომელიც შემდეგ სტრასბურგმა გაათავისუფლა. ეს იყო, მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ყველაზე შავი წერტილი მის პოლიტიკურ მოღვაწეობაში. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, ერთი კითხვა გვაქვს თქვენთან. რა ესეთ ყველაზე საინტერესო არის, რა კრიტერიუმებით არჩევთ სიის წევრებს? და ყველაზე მთავარი არის იმაში, როდესაც გიგა ბოკერია, მაე ნადირაძე, ეგრეთ წოდებული არაპოპულარული სახეები ვეღარ მოხდნენ სიაში, როგორ მოხდით სიაში თქვენ? მე მინდა დაგიდასწროთ ერთი რამ, რომ გიგა ბოკერი არის ჩემი უახლოესი მეგობარი და გარდა ამისა არის ადამიანი, რომელმაც მე ვთვლი, რომ საქართველოსთვის გააკეთა უამრავი ძალიან სერიოზული სიკეთე, ჩადო იმ საფუძვლებში სახელმწიფოსი, რომელსაც უკვე ვერავინ ვეღარ მოშლის და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ის ისტორიაში დარჩება შემდგომში და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს იყო არაპოპულარული ადამიანი, რაც შეეხება მის გადანაცვლებას, მე ჩვენ არ ეგრეთ წოდებული თქვით, იმიტომ რომ ეს შეფასებები კეთდებოდა, აგრეთვე ჟურნალისტების შეფასება. მესმის, რომ არის ესეთი იყო ესეთი სამწუხარო ტრადიცია, რომ შევარდნაძის მიერ შევარდნაძის უშიშროების მიერ გამოგონილ ზოგიერთ ვთქვათ თემას აყვა შემდგომში სხვა ოპოზიციის ნაწილები და ასე შემდეგ და გააგრძელეს ეს შევარდნაძის დროინდელი თემები, რამაც გამოიწვია ესეთი მიდგომა ზოგიერთი ამ პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებში, მაგრამ ზოგადად მე მინდა გითხრათ ის, რაც ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენ ერთიან გუნდში გადაადგილება ხდება, ბუნებრივია და ყველა ის ადამიანი გადაადგილდება იქ, სადაც ამ მომენტისათვის უფრო ვის ვიხილავთ ისტორიული პერსონებიდან კიდევ პარლამენტში? არ ვიცი, ვის ჩავთვლით ისტორიულ პერსონად, ამ შემთხვევაში ყველაფერი გაცხადდება მალე. მე ვფიქრობ, ამიტომ დროზე ადრე მეც არ მინდა თქვათ რაღაც შეცდომა მომივიდეს, იმიტომ რომ დაზუსტებული არ არის ჯერ ყველაფერი, რომ იყოს უკვე გაიცნობოდით ამ სიებს, რაც შეეხება მაჟორიტარების შერჩევის პრინციპს, ჩვენ ვეძებთ ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ ადგილებში მოიპოვებენ გამარჯვებას ჩვენი ღრმა რწმენით და მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიპოვეთ უმეტეს რაიონებში სწორედ ეს ღირსეული ადამიანები და ძალიან მაღალი ალბათობით ვარაუდობთ მათ გამარჯვებას. კიდევ შეიძლება რომელიმე ცნობილი ბიზნესმენი ვიხილოთ სიებში, თუ უკვე ამოიწურეს. თავის დროზე ყველაფერი გაერკვა. რაც შეეხება მაჟორიტარების თემას, ხვალ გაქვთ თქვენ პრეზენტაცია. შეიძლება თორე რომ რეგიონში ვიხილოთ მედია სახე თქვენს მაჟორიტარ კანდიდატად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტი ყავთ.
არა, მე უნდა გითხრათ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ბიურჩი ჟურნალისტები არიან, თუმცა ეს დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ჟურნალისტების პარტია, პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა ამაშიც მე სულს ვერაფერს ხედავ, რადგან ჟურნალისტები წლების განმავლობაში ვიყავით და ვართ ყველაზე ახლოს ხალხთან. ყველაზე კარგად ის რა ატკივა საქართველოს ვიცით ჩვენ ჟურნალისტებმა. თუმცა გითხრათ სიმართლე არ აგვიღია მაინც ადამიანის გეზი ასეთად, თუმცა რეგიონებში ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატებად შეიძლება ნახოთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, ადამიანები, რომლებიც ძალიან აქტიურნი იყვნენ თავიანთ რაიონებში. არის რაიონებში. ცნობილი სახე, თუნდაც ერთ-ერთი რომ დაგვისახელოთ, ეს რომ დაასახელოთ ერთ-ერთი. ნაციონალური მასშტაბით ასეთი ცნობილი სახეები არ არიან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თავისი მოღვაწეობით და შრომით საქართველოს პარლამენტში, მას შემდეგ რაც ისინი ქრისტიან-დემოკრატების დეპუტატები გახდებიან პარლამენტში, ისინი ძალიან ცნობილ ნის გახდებიან და კარგათაც დაამახსოვრებენ ხალხს თავს, არა მარტო თავიანთ რაიონებში, მთელ საქართველოში. ბატონო გივი, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ეს არაერთხელ გაუკეთებია თქვენს მმართველ პარტიას, რომ წავალ სია, რომელსაც მამურჩეველმა მისცა ხმა, შემდეგ იმ სიიდან ადამიანები გადასულან აღმასრულებელ ხელისუფლებაში და პარლამენტში ან საკრებულოში შესულან ადამიანები, ვისაც ხმა არავის მიუწევი, ვისაც უბრალოდ არავინ არ იცნობდა. რამდენადაც ცნობილია აღმასრულებელი ხელისუფლების რამდენიმე ცნობილი სახეც იქნება ამ საპარლამენტო სიაში. ხო არ მოხდება ისე რომ ისინი დაბრუნდებიან. ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს ანუ ლოკომოტივის როლს ხო არ დააკისრებთ ამ ადამიანებს? ლოკომოტივის როლი ამ შემთხვევაში მე მგონი უარყოფილია, მაგრამ ზოგადად ახლა როდესაც ადამიანს აძლევს ხმას ამრჩეველი იმდენს რომ მან მოახერხოს პარლამენტში გასვლა, ეს ნიშნავს რომ ამრჩეველი მას ენდობა და ამიტომ ბუნებრივია ამრჩეველი არ იქნება უკმაყოფილო თუ ეს ადამიანი იმუშავებს ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. არა, ეს მე მგონი პირიქით მიანიშნებს გუნდის ერთიანობაზე და მე ეს მახარებს პირიქით და რაც შეეხება იმას რომ უცნობი ადამიანები შედიოდნენ, მისთვის ხმა არ მიუწიათ, ეს ფიზიკურად ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ სია არის ერთიანი და ამ ერთიან სიას აძლევს თითოეული ადამიანი ხმას, მის თავსაც და ბოლოსაც, ასე ვთქვათ, ამიტომ შედის ის, ვინც მიიღო ხმები ყველა შემთხვევაში. ბატონო გიორგი, თქვენთან ერთი შეკითხვა ვკაცრავად და არის თქვენს რიგებში ასევე ნიკოლა ლიაშვილი, რომელიც არის უშიშროების პოლკოვნიკი, სამინისტრო უშიშროების სამინისტროში მუშაობდა და ვალერი ხაბურძანიას დროს. იქნით თუ არა ეს გარკვეულ დისკომფორტს, იმიტომ რომ მაინც პირიქით ძალიან დიდ კომფორტს მიქმნის, რადგან ჯერ ერთ ის მუშაობდა დამოუკიდებელ ქართულ სპეცსამსახურებში, მართალია მას სპეცსამსახურების კუთხით დიდი გამოცდილება არ აქვს, ის უფრო მეტად საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით იყო დაკავებული, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც თავისით სოდნით ძალიან ეხმარება ჩვენს პოლიტიკურ პარტიას და მიმოჩნია, რომ მისი ხედვა საქართველოში მთლიანად უსაფრთხოების სისტემის მოწყობისა, რეფორმირებისა, ამ მიმართულებით სერიოზული ევროპული ყაიდის ცვლილებების გატარებისა იქნება ძალიან ანგარიშგასაწევი და სარგებლიანი მთლიანად ამ მიმართულებისათვის. ბატონო გიორგი, თქვენ საკმაოდ ახალი პოლიტიკური ძალა ხარ და უკვე ძალიან სერიოზულად გაკრიტიკებენ, განსაკუთრებით ოპოზიციური ძალებიდან გაკრიტიკებენ, ლეიბორისტები გაკრიტიკებენ, მაგალითად გიორგი ანდრიაძე გაკრიტიკებენ, ცნობილი ლიდერები ეროვნული საბჭოდან. რატომ არ თვლიან ისინი ოპოზიციად? სიმართლე გითხრათ, ლეიბორისტების კრიტიკა ჩვენი მიმართულებით მაინც ადამიანის განსაკუთრებული მე არ მომისმენია პირიქით, ჩვენ ძალიან ნორმალური, კორექტული ურთიერთობა გვაქვს, არა მარტო მათთან, ყველას თქვა, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ. თქვენს ყრილობაზე არავინ არ იყო, არც ერთი ოპოზიციური. თქვენს ყრილობაზე რამდენადაც მახსოვს, არც ერთი ოპოზიციური ძალა არ იყო. არა, იყვნენ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთმანეთის ყრილობებზე როგორც წესი, ასე ჯგუფ-ჯგუფად ლიდერები არ დადიან. ეს შეულებრივი ეტიკეტია პოლიტიკურ პარტიებს შორის. სიმართლე გითხრათ, არც ველოდით იმას, რომ მთელი ოპოზიცია ეს ხელებს გაშლიდა და ჩაგვიხუტებდა ახლა. ჩვენ ვართ ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება. ძალიან ოპოზიციურ არხს იმედს. თქვენი სახე ადამიანური გულისხმობა მაინც არა გაქვთ, იმიტომ რომ პოლიტიკური ფონის შექმნისთვის უკაცრავად თენგო, ამ პოლიტიკური ფონის შექმნაში თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიწვით ტელეკომპანია. მე ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, უკვე შესაძლოა ადამიანურად გულდაწყვეტის მომენტი ნამდვილად გქონდეს, მაგრამ ძალიან კარგად გვესმის რა რატომ ხდება. პრობლემა ეს არ არის. არანაირი პრობლემა არ არის. თქვენ შესავალში სიუჟეტში იყო, რომ ეროვნულმა საბჭომ არ მიიღო და ეხლა მარტო გადისო. პირველი უნდა გითხრათ, რომ არც არავის მივიღებართ, იმიტომ რომ არც არავისთვის გვიხოცნია მიღება. მეორე, ჩვენ არ ვიყავით წინააღმდეგების საერთო გაერთიანების და თქვით კიდეც დაარსებისთანავე თუ კი იარსებებდა ერთი საერთო სერიოზული პოლიტიკური ალტერნატივა ოპოზიციის სახით, ჩვენ მზად ვიქნებოდით ყველა ჩვენი პოლიტიკური ამბიცია უკან გადაგვედო და შევსულიყავით ამ გაერთიანებაში. ასეთი რამ არ მოხდა. მეორეც, ჩვენ ვთვლით, რომ სრულად გასაგებია ძირითადი პოლიტიკური ოპოზიციური სუბიექტების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. ჩვენ ვართ ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია, ახალი პოლიტიკური
ძალა, სანამ ჩვენ სახეს არ ვანახებთ, სანამ საქმით არ დავამტკიცებთ იმას, რაზე ჩვენ ვსაუბრობთ და ვლაპარაკობთ, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური ლიდერებიდან მთელი თავისი ღვაწლით, მთელი თავისი შრომით, მთელი თავისი საქმით, მთელი თავისი პრინციპულობით და თანმიმდევრულობით, თუნდაც იმავე ტელეიმედში ბევრ ოპოზიციონერ ლიდერზე მეტად დაამტკიცა თავისი პრინციპულობაც, ერთგულება ხალხის ინტერესებისადმი და შეუგუებლობა უსამართლობისადმი. ამიტომ ჩვენ ეს დიდად არ გვაღელვებს, პირიქით ყოველთვის ვიქნებ ძალიან კორექტულები ჩვენს ოპოზიციონერ მით უმეტეს კოლეგებთან და ვთვლით, რომ ჩვენი გვყავს ბევრი მოკავშირე, თუმცა არის ბევრი ისეთის, რომელსაც მაინც ადამიანს არ გაუხარდა, როდესაც ამ მოედანზე ჩვენ ფეხი შევაბიჯეთ. ვინც თქვენ ჩამოთვალეთ თუნდაც, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ იმავე ეროვნულ საბჭოში მაგალითად ბატონი კახაკუკავა. კი ბატონო, ამას არც ვარყო, ძალიანაც მიხარია, რომ ჩემი მეგობრები არიან დათო გამყრელიძეც, ახლევშიც, კონსერვატორებშიც, გუბასანიკიძე, ჩემი უახლოესი ადამიანი არის და ასე შემდეგ ბევრი ჩემი მეგობარია, თუმცა ეს სრულად გასაგებია, მათ ჩამოყალიბებული პოლიტიკური გზა გაიარეს, ხელი მოაწერეს მანიფესტს, ერთად გამოიარეს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრის დღეები, ერთად მივიდნენ ამ შედეგებამდე, ახლა ერთად უნდათ, რომ პასუხი აგონ კიდეც და მოიმკონ თავიანთი ნაყოფი. პრობლემა არ არის. ჩვენ ამ ნაყოფის მოკელბაში უნდა მივეხმაროთ ოპოზიციას. ანუ ვისაც შეიძლება აი ეს ერთიანი გაერთიანებული კონგლომერატი არ მოეწონოს. ხო არიან ასეთი ადამიანებიც, ვინც თulis რომ ჩვენი გამოკვეთილი პოლიტიკური ალტერნატივა, ჩვენი წინადადებები, რომელიც მათ შორის სოციალურ-ეკონომიკურ მხარეს უკავშირდება და ჩვენი მოძრაობა სერიოზულად არის ორიენტირებული ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე, ალტერნატივის შეთავაზებაზე, ისეთი საინტერესო კონცეფციების შეთავაზებაზე, რომელიც საქართველოში უსწრაფესად აღმოგხვრის უმუშევრობას, გამოასწორებს სოციალურ ფონს, ვინც არიან ასეთი ადამიანები. ამ ადამიანებს ეყოლებათ პოლიტიკური პარტია ქრისტიან-დემოკრატების სახით, რომელსაც ხარს დაუჭერენ და ოპოზიცია ამით კიდევ უფრო გაძლიერდება. ბატონო გიორგი, ძალიან ხშირად საუბრობენ, რომ გიორგი თარგამაძეს ქრისტიან-დემოკრატებს აფინანსებს ხელისუფლება. აფინანსებთ ამ პარტიას. ნუ მიუხედავად იმისა, რომ გიორგი არ ჩემი სრული სეხნია, მართლა რო გითხრათ თქვენ თვითონ როგორც ის ერთი სოფლი ნახავთ წარმოშობილ. ნათესაობის ხომ არა? ყველა თარგამაძე იმ სოფლიდან არის, რამდენიც მე ვიცი გიორგი, სოფელი ნიგორნიდან. შვენიერესი ქართული სოფელი. დიახ. ანუ სოფელი ისტორიულია ფაქტობრივად. კი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მგონი თქვენს ასე ვთქვათ წინა სიტყვაობაშიც გამოჩნდა, რომ ჩვენ რადიკალურად სხვადასხვა მხარეს ვიდექით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ეხლა მე წეგან შეგნებულად უკომენტაროდ დავტოვე გიორგის კომენტარია ვთქვათ აჭარაში სიტუაციაზე და ადამიანის უფლებებზე. გამომდინარე იქიდან რომ ვთვლი, რომ ეხლა მართლა არ მინდა წარსულის გეკვა, ჩვენ იმედი მაქვს, რომ ყველას გვექნება ძალიან კარგი მომავალი, მაგრამ სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ ამოუქაქავთ წარსულს, არ შეახსენებ. მაგრამ მე მგონი თქვენ ალბათ თუ დააკვირდით საპრეზიდენტო არჩევნების დროს ნეგატიური კამპანია ნაციონალურ მოძრაობას არ უწარმოებია და ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად აი ეს დაძაბული ფონი ურთიერთობებისა, ალახის როლის ტრადიციები მოუხსნათ და მოვადუნოთ რაღაცნაირად. ამიტომ, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ჩვენ დავაფინანსებთ გიორგი ტარგამაძეს. ერთიანობას ვიტყვი მხოლოდ რომ რაც შეეხება ამ წარსულის გექვას და რაღაც ვითომ ნეგატივების ამყროს, ამის მცდელობას უკვე ქონდა ადგილი და ის გახმაურებული ყოველთ სამარცხინო ქართული ჟურნალისტიკისთვის ფილმის ნოემბრიდან ნოემბრამდე ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი ვიყავი სწორედ მე არ მაქვს ინფორმაცია რომ ბატონი გივი მონაწილეობდა ამ ფილმის მონტაჟში, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ბატონი გუკა გაბაშვილი, ბატონი გიგა ბოკერია პირველ არხზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისხდნენ და თავის ხელით ამონტაჟებდნენ ამ ფილმს, ასე რომ ჩემთვის ეს უცხო არც მაშინ ყოფილა და მოულოდნელი და არც ახლა იქნება მომავალში თუ კი ამაზე მოხდება აპელირება და ყველაფრისთვის მზადდება. კიდევ ერთხელ მე არ მინდა ამ თემის გაღრმავება, ნამდვილად მე მაშინ გავაკეთე ჩემი შეფასება ნოემბრის მოვლენებში, ვთქვათ, იგივე გიორგის და ტელეიმედის მონაწილეობასთან დაკავშირებით, მე ამაზე ვრჩები, ბუნებრივია, მაგრამ ვთვლი, რომ დღეს ჩვენ უკვე ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში და ამიტომ ვიქნები სანქციების კოდექსსაც ხელი მოაწერეთ. თქმა უნდა და ვიქნები მადლიერი თუ მომეცემა საშუალება რომ უფრო კონკრეტულად იმ საქმეებზე ვილაპარაკო, რის გაკეთებასაც ჩვენ ვაპირებთ მომავალში. საარჩევნო თემა რომ გავაგზავნოთ, ბატონო გიორგი, თქვენს ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში თქვენ თქვით რომ გაქვთ 12%-ის მიღების იმედი. მართლა გაქვთ 12%-ის მიღების იმედი? პოლიტიკაში იმედებზე საუბარი მე მგონი არც თუ ისე რაციონალური არის საარჩევნო კამპანიის დროს, რომელიც საგაზეთო ინტერვიუს თქვენ ახსენეთ, მე ვეყრდნობოდი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს, რომელიც საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა საქართველოში ჩაატარეს. მართალია ამის თაობაზე ფართო მსჯელობა ჯერ ტელევიზიებით არ დაწყებულა, თუმცა ცალკეულ გაზეთებში უკვე გაჟონა ამ ინფორმაციამ. ამდენად ჩვენ გვაქვს კონკრეტული გათვლები, ჩვენ ვთვლით, რომ
ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვყავს, არ გვაქვს არანაირი ილუზია იმისა, რომ რაღაც უმრავლესობა შეიძლება აიღოს ერთმა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ და მათ შორის ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, თუმცა მიგვაჩნია, რომ გვაქვს ძალიან სერიოზული შანსები ვიბრძოლოთ არა უბრალოდ ბარიერის გადასალახად და ეს წინა მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ამ მხრივ ჩვენ ბევრის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ სერიოზული ადგილის დასაკავებლად პარლამენტში, აქვე უნდა გითხრათ იცით რომ პარლამენტში რაც არ უნდა ცოტანები იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ საკმაონი ვიქნები და ფრაქცია გვექნება, ჯონჯოლის როლის შესრულებას ნამდვილად არ ვაპირებთ პარლამენტში, ვიქნები ძალიან აქტიურები და ყველა იგრძნობს იმას, თუ როგორი იქნება პარლამენტი ქართველი ქრისტიან-დემოკრატების მონაწილეობით. ბატონ გივი, ძალიან მოკლედ ორი სიტყვით, რა შანსები აქვს უმრავლესობას? მე ვფიქრობ, რომ შანსები გვაქვს სერიოზული, თუმცა ამას ყველაფერს წინასაარჩევნო კამპანია ბრძოლა და საბოლოო ჯამში 21 მაისი გვაჩვენებს. ჩვენ იმედიანად ვართ, ძალიან განწყობილები, ნამდვილად არ ვიზიარებთ იმ სკეპტიციზმს, რასაც და იმ იმედებს, რომლებიც გააჩნია ოპოზიციას, თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ არ ვაპირებთ რაიმეს გამოდუნებას, ჩვენ ვაპირებთ ძალიან ვთქვათ სისხლსავსე წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას და ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ ბუნებრივი არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ გავუდება სოფელ ბავშვი მოსახლეობა. არ გადართოთ დაგველოდოთ, გადაცემის მეორე ნაწილში პირდაპირ ჩართვა უზურგეთიდან. პირდაპირ ეთერში ბრუნდებით გადაცემის მეორე ნაწილით, სწორედ ამ ნაწილში მოუწევთ ჩვენი გადაცემის სტუმრებს ხალხის კითხვებზე პასუხის გაცემა. პირდაპირ ხაზზე კი არის ოზურგეთის რაიონი, სოფელი ბახვი და ჩვენი კოლეგა დავით კაკულია. დათო, გისმენთ? მოგესალმებით, მივესალმებით გადაცემის სტუმრებს სოფელ ბახვიდან. აქ ეს ადამიანები მოვიდნენ პრობლემებითა და შეკითხვებით და სჯერათ, რომ სწორედ ჩვენი გადაცემის საშუალებით უპასუხეთ ხალხს, მიიღებენ მათთვის სასურველ პასუხს და გააკეთებენ არჩევანს. ნუ და გავიწყდებათ, რომ ამ ადამიანების ხმა 21 მაისს შეიძლება თქვენთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მე კი ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დასვან შეკითხვა და დაელოდონ პასუხს და ნუ შევლენ დებატებში გადაცემის სტუმრებთან. თამაში ასე პირველი შეკითხვა, რომელსაც ირაკლი გარაყანიძე გიორგი თარგამაძეს დაუსვამს. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი. მოგესალმებით. ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად შექმნილი ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შემავალი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი ერთად დგომა განპირობებულია ხალხის დაკვეთით. თქვენი ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტია კი ამ გაერთიანების მიღმა აღმოჩნდა. ხალხს დაინტერესებთ, რატომ არ შევიდნენ ქრისტიან-დემოკრატები ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში? დიდი მადლობა დათო, დიდი მადლობა. ბატონ გიორგი. დიდი მადლობა, თუ ნებას მოვცეთ, მე სულ რამდენიმე წინიანობას ვიტყვი, ბაღზე გურიას ძალიან კარგად ვიცნობ, მოგეხსენებათ ჩემი დედულეთიც, მამულეთიც იქაო. იქიდან არის და ბაღთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ ქრისტიან-დემოკრატებისთვის ბაღს კიდე ცოტა სხვა მნიშვნელობა აქვს. გერონტი ქიქოძე, ეროვნულ-დემოკრატ ქრისტიან-დემოკრატიული იდეოლოგიის ერთ-ერთი მამამთავარი საქართველოს სწორედ ბახვიდან არის, გაბრიელ ეპისკოპოსი და ბევრი ძალიან ცნობილი მნიშვნელოვანი ადამიანი საქართველოსთვის. მე ვიტყოდი, რომ არათუ ქვეყანა, არათუ ბახვის სოფელი, რაიონი ან კუთხე, მთელი ქვეყანა და არა მარტო საქართველოს ხელა ქვეყანა, უფრო დიდი ქვეყნებიც იამაყებდნენ ისეთი შვილებით, რომელიც ბახმა თავის ქვეყანას მიცა და ჩემთვის ყველაზე საიდან ვიცი ეს გვარები და გოგი დოლიძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წიგნი მაჩქვა ჩემი ერთ-ერთმა ყველაზე საყვარელმა მეგობარმა ჩემს ცხოვრებაში ზვია ცეცხლაძემ, რომელიც ასევე ბახვიდან გახდათ, მან დაუტოვა ამ სოფელს ტაძარი და მიმაჩნია, რომ თუ კი რომელიმე სოფლის მიმართ მე მაქვს ისეთ მშობლიური განცდა, ერთ-ერთი გურიაში სწორედ ბახვია ზვიათის გამოც. რაც შეეხება ბატონის კითხვაზე პასუხს, მე უნდა ნაწილობრივ ალბათ მოგეხსენებათ უკვე უპასუხი ამ კითხვას, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა მას შემდეგ, რაც ეს ეროვნული საბჭო დაარსდა. ეროვნულ საბჭოს თავისი გზა აქვს განდრული, მას თავისი მიზნები აქვს, თავისი ამოცანები აქვს. ჩვენ გვაქვს ერთი საერთო მიზანი, რასაც ქვია საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების დასუსტება და შეცვლა. ჩვენი მიზანი არის სერიოზული ცვლილებების დაწყება მთელს ქვეყანაში, ყველა სფეროში და არა მარტო პოლიტიკაში. და ამ თვალსაზრისით ეროვნულ საბჭოსთან, სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებთ. უბრალოდ იქ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური სტრუქტურა, ასე ვთქვათ, სადაც შეიძლება ძალიან რთული იქნებოდა ხა ჩვენი მისვლა, რომ
გვეთქვა რომ ახლა ბიჭებო თქვენ ეს გზა გამოიარეთ, ამდენი ხართ, მოდი ჩაიჩოჩეთ, ჩაიციეთ როგორც გურიაში ერთი ცოტა ჩაიჩოჩეთ და ჩვენ შემოგვიყვანეთ. ვარა ასეთი საუბარი არ ყოფილა, თუმცა ჩვენი კეთილგანწყობები ერთმანეთის მიმართ არაერთხელ გამოგვიხატავს და მომავალში ჩვენ მიგვაჩნია თუ კი რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან გაერთიანებასთან აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის საქართველოს პარლამენტში სწორედ ეროვნულ საბჭოში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციები იქნება. დიდი მადლობა. გამყრელიძემ ხო ჩააჩოჩა, ასე ვთქვათ, ეროვნული საბჭო. მივიდა და უთხრა მეც მინდა. კი, მართალი ბრძანდები დათოს ჰქონდა მათთან პოლიტიკური ურთიერთობის უფრო დიდი გამოცდილება. ჩვენ ახალდაარსებული პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ, ამიტომ უხერხო მდგომარეობაში ჩვენთან მიმართებაში ეროვნული საბჭოს წევრები და ლიდერები არ ჩაგვეყენებია. პასუხი მიღებული, დიდი მადლობა. დათო, შეასტუმრებს ექნებათ ალბათ ბუნებრივია ხელისუფლებასთანაც კითხვები, მათ იციან რომ ჩვენთან გივით არგამაძეც იმყოფება სტუდიაში. რა თქმა უნდა, შემდეგი შეკითხვა იქნება ბატონ გივით არგამაძესთან ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე, რომელიც გურიაში დგას. ჩვენი თაობა ბატონო გევი, ჩვენი თაობა სოფლიდან მიდის უმუშავრობის გამო სამუშაო საძებნელად. და თუ არის რამე პერსპექტივა, რომ ახლა მომავალში იქნას რამე სამუშაო. კი ბატონო, დიდი მადლობა. დასაქვთ ეს ახალგაზრდობა. მოგესალმებით ყველას. გიორგი სიარიყოს მოგახსენეთ უკვე რომ ჩვენ ორივე ერთ სოფლიდან ვართ, ამიტომ ერთნაირი გრძნობები გვაკავშირებს ალბათ გურიასთან, ბავშვთანაც მათ შორის. მე სიამოვნებით გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს, სიამოვნებით, იმიტომ ამჯერად ნამდვილად რომ მაქვს თქვენთვის სათქმელი და ალბათ სასიამოვნო თითოეული თქვენთაგანისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვით, რომ ცოტას ვილაპარაკებთ და ბევრს გავაკეთებთ და ჩვენ ვაკეთებთ. ამას თქვენ ყველანი იგრძნობთ უახლოეს დღეებში და თვეებში. მაისისთვის უკვე იქნება მზად მწყობში იქნება ჩაის ფაბრიკა ოზურგეთში, რომელშიც დასაქმდება მინიმუმ 650 კაცი და ეს მნიშვნელოვანწილად მოგიხსნით თქვენ უმუშევრობის პრობლემას. ბუნებრივია, არამთლიანად, ბუნებრივია ძალიან ბევრი რამ დარჩება, კიდევ გასაკეთებელი. გარდა ამისა ასევე ჩადგება მწყობში თხილის ფაბრიკა, რომელიც დაახლოებით 200 კაცს დაასაქმებს, არის მცირე საწარმოების გახსნა, კიდე განსაზღვრული, ანუ მთლიანობაში მაისის თვეში დაახლოებით 1000 კაცი ოზურგეთში მიიღებს დასაქმების საშუალებას და გარდა ამისა არის 2 მილიონია გამოყოფილი გზის სამუშაოებზე და ამიტომ პრაქტიკულად მთლიანად გზის პრობლემა მოეხსნება ოზურგეთს და მთლიანად გურიასაც ამ შემთხვევაში ხოლოდ ოზურგეთზე ოლაპარაკობ მე და უმუშევრობაზე თუ შეგიძლიათ ბატონ გივი კიდევ რამე რომ დავუმატოთ და შემდეგი კითხვა ხალხო. ბატონო, უბრალოდ ასევე სასიამოვნო რაღაც ჩვეულებები რომ წყალსადენი და კანალიზაცია, რომელიც 1937 წელს არის გაკეთებული, პრაქტიკულად მთლიანად ხელახლა კეთდება და შევა მალე მწყობში. რაც შეეხება სოფელ ბახუშია ლაპარაკი? არა, არის ოზურგეთზე მთლიანად ლაპარაკი და მე ვფიქრობ, რომ 1000 კაცის დასაქმება ოზურგეთის რაიონისთვის ეს არ არის მცირე, ასე ვთქვათ, განაცხადი და მე ვფიქრობ, რომ 1000 კაცს ყველას თავისი ოჯახი ყავს, ანუ სადღაც 4000 კაცი მაინც ამოისუნთქებს როგორც მინიმუმ ამ პროგრამების მეშვეობით და ბუნებრივია ეს არ არის ყველაფერი, ეს არის ის, რაც მოხდება მაისის თვეში და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ოდნავ მაინც შევამცირებთ ინტენსივობას მუშაობისა და ამაზე კიდევ მექნება ალბათ მე საშუალება და კიდევ შემდგომში მოგახსენებთ. დიდი მადლობა ბატონო გივი, რიგითობა რომ დავიცვა და თუ არის შეკითხვა გიორგით არგამაძესთან. გიორგი თარგამაძესთან შემდეგი შეკითხვა ქალბატონი ირმა ხაზრიშვილი. მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით. გამარჯობათ. ახალგაზრდა კაცი ბრძანდებით თქვენ ბატონო გიორგი და გააქვთ პრეტენზია მოხდეთ უმრავლესობაში. აი როგორ იცნობთ სოფელს საერთოდ და რა გესახებათ სოფლის გადარჩენის გზად? თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული გეგმები ამის შესახებ? დიდი მადლობა ქალბატონო ამ შეკითხვისთვის. სოფელს ვიცნობ ძალიან კარგად და მიმაჩნია რომ მე ნახევრად მაინც სოფლელი ვარ და ნახევრად ქალაქელი. მით უმეტეს გურიასთან მიმართებაში მოგახსენეთ რა გრძნობებიც მაკავშირებს და რა ურთიერთობაც. ვიცი ძალიან კარგად ქართული სოფლის პრობლემები. თქვენ მოგეხსენებათ რომ გადაცემა დროება და ტელეიმედი იყო სწორედ ის სატელევიზიო საშუალება, რომელმაც დიდი ხნის წინ მივიწყებული ქართული სოფლის პრობლემები, ქართული გლეხკაცის პრობლემები, სოფელში მცხოვრები ქართული ინტელიგენციის პრობლემები წინაპლანზე წამოწია და დაანახა ხალხს რომ მხოლოდ თბილისი და მისი პრობლემები არ არის ამ ქვეყნის ატკივარი. მოგეხსენებათ საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტი ცხოვრობს სწორედ სოფლად და დასაქმებულთა უფრო სწორედ უმეტესობაც
სოფლის მეურნეობის დარგში არის დასაქმებული, თუმცა ეს დასაქმება პირობითი მოვლენაა, რადგან ეს ადამიანები, ქართველი გლეხები, მხოლოდ საკუთარი ოჯახის ელემენტარულ დონეზე შენახვას ძლივს თუ ახერხებენ. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმას, ჩვენ ქრისტიან დემოკრატები ამ არჩევნებზე გამომდივართ ერთი ძალიან საინტერესო ეკონომიკური პროგრამით. რაზეც საუბრობდა ბატონი გივი, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თუ 1000 კაცი დასაქმდება ოზურგეთში ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ჩვენ გვექნება საშუალება თუნდაც 2 თვის, 3 თვის მერე გადავამოწმოთ ეს დროები დასაქმებულები, შემდეგ რამდენად შერჩებიან იმ ქარხნებსა და ფაბრიკებს, რადგან ასე წინასაარჩევნო დასაქმებულნი და სააკაშვილის ხელით შეყვანილები ქარხნებში ბევრი გვინახავს, მაგრამ შემდეგ კამერებით გვიძებნია იმ ქარხნებში და ვერავინ გვიპოვია, ბოქლომიც კი ვერ გაგვიხსნია. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მხოლოდ წინასაარჩევნო პიარი. ქვეყანაში არ არსებობს ეკონომიკური საფუძვლები, რის გამოც ახალი სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას. ჩვენ გვაქვს ალტერნატიული პროგრამა და ეს უკავშირდება ქვეყანაში ძალიან სერიოზული რესურსის ამოქმედებას. ეს არის კუვეიტის მაგალითი. ჩვენ ქართულ მეცნიერებთან, აკადემიკოსებთან ერთად ვაპირებთ განვაახლოთ იმ პროექტზე მსჯელობა და გავიტანოთ პარლამენტში და მთავრობაში, რომელიც უკავშირდება საქართველოში სასმელი წყლის, მტკნარი წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საქართველოს ყველაზე დიდი რესურსი, რომლის ამოქმედების შემთხვევაშიც ქვეყანაში ბიუჯეტი წელიწად ნახევარში გაორმაგდება და ეს შექმნის იმის წინაპირობას, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ყველა დარგის განვითარების შესაძლებლობა გაჩნდება. 150,000 ადამიანი დასაქმდება ამ კონცეფციის განვითარების შემდეგ. თითოეულ თანამშრომელს დაახლოებით $800 ეკვივალენტის ხელფასი ექნება. ეს იქნება რეალური ეკონომიკის. ჩვენ წყალს გავყიდით არა ნედლეულად, არამედ უკვე პროდუქტად ჩამოსხმით, ამისთვის არსებობს უკვე გამზადებული ბაზრები. კარგია, როცა ბატონი გივი საუბრობს ჩაის ფაბრიკაზე, მაგრამ მე არ ვიცი ეს ჩაის სად უნდა გაიტანონ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ბაზარი ამ მიმართულებით რუსეთი ჩვენთვის დაკეტილია. ამიტომ თუ კი ნაბიჯით წინ გავიხედავთ და ეკონომიკას და ბაზარს თავისი წესები აქვს, მე ვთვლი, რომ იმ ეკონომიკურ გეზს, რომელიც აქვს, უпростоროდ უგზო-უკლობას, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას ეკონომიკის მიმართულებით, ჩიხის მეტი სხვა მიმართულება არ გააჩნია. რატო ჩვენთვის როგორც ცნობილია ქრისტიან დემოკრატებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ ყავთ ოზურგეთში, თუმცა ყავთ უმრავლესობას, ეს არის ანზორ ერქომაიშვილი. მე მაქვს თავად მაგ ხალხთან კითხვა, რა შანსები აქვს ამ უმრავლესობის ამ კანდიდატს ოზურგეთში? ჩვენ გვყავს იმ კანდიდატი. თქვენ მოგვართონ შეგიძლიათ ანზორ ერქომაიშვილს რამდენად იცნობთ? რა შანსები აქვს ანზორ ერქომაიშვილს? ოზურგეთში რამდენად აქვს მას შანსები რომ გაიმარჯვოს? აქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ანზორ ერქომაიშვილი ოზურგეთლებისთვის არის ერთ-ერთი usაყვარლესი პიროვნება. რით დაიმსახურა მანეს? თავისი ცხოვრებით. და დატო თუ იციან სხვა კანდიდატების შესახებ რაიმე, თუ იცნობენ სხვა კანდიდატებს? სხვა კანდიდატებზე რამ თუ გაგიგებთ, იგივე ოპოზიციონერ კანდიდატებს. არაფერი არ ჩვენ ვიცით მხოლოდ ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც ძალიან დიდი შანსები აქვს. ეს კაცი არის მამულიშვილობის, პატრიოტიზმის, ოჯახიშვილობის, კაცურკაცობის განსახიერება. რაც შეეხება შემდეგ კითხვას დათო. თქვენი კანდიდატი ბატონი გიორგი. შემდეგი შეკითხვა, რომელსაც დასვამს. თუ შეიძლება ერთწუთი ბატონი გიორგი ჩვენ და დათო უკაცრავად, ბატონი გიორგი წარმოადგენს თავისი პარტიის კანდიდატს ოზურგეთის რაიონში. ანზორ ერქომაიშვილი არის არა ნაციონალური მოძრაობის, არამედ მთელი საქართველოს კანდიდატი. სიმართლე გითხრათ, მე გამიკვირდა გადაწყვეტილება ბატონი ანზორის, მაგრამ რადგან მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და თუნდაც ნაციონალური მოძრაობის წარდგენით აპირებს კენჭისყრას, მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას და ალბათ ყველა ქართველი ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატი ოზურგეთში. მიუხედავად ხელისუფლებისადმი ჩვენ ძალიან პრინციპული და შეიძლება ითქვას რადიკალური დაპირისპირებისა, არსებობენ ადამიანები და ამ მხრივ მართლაც თითქმის ერთ-ერთი გამონაკლისი გახლავთ ბატონი ანზორი, რომელიც ჩვენს კანდიდატათაც მიგვაჩნია და სიმართლე გითხრათ, ეს არ იქნება მხოლოდ რაღაც წინასაარჩევნო ფანდი ამ შემთხვევაში. ბატონი ანზორი ქრისტიან დემოკრატების ქრისტიან დემოკრატიული ფილოსოფიის, ქრისტიან დემოკრატიული ისტორიისა და მომავლის განსახიერება უფრო არის საქართველოსთვის, ვიდრე თუნდაც ნაციონალური მოძრაობა. ამაზე ბატონი მოდამოგიარებით უპასუხოს. დათო, შემდეგი კითხვა თუ შეიძლება. შემდეგი შეკითხვა, რომელსაც ქალბატონი დასვამს, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ჩაის მეურნეობაში და მას ძალიან აწუხებს ეს პრობლემა. მოგესალმებით. გამარჯობათ. გურიაში ჩაის აღორძინება ძალიან ნაკლებად არის. ეს ტრადიცია და საკარგული ძალიან რაში მდგომარეობს კითხვა დათო? სოფლის მოსახლეობა ითხოვს, რომ ხალხმა
აღორძინდეს ჩაის ფაბრიკა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. თან როგორც შეთვისებილია, იქ არის ორი ფაბრიკა, რომელიც ფაქტიურად დანგრეულია და ჩაი ჩაანაცვლა თხილმა. მოკლედ რომ უპასუხოთ, როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას. ამ კონტექსტში მინდა ზუსტად უპასუხო, რაც შეეხება თავად ჩაის აღორძინებას, მოგახსენეთ უკვე 150 კაციანი ფაბრიკა გაიხსნება მაისის თვეში, რაც შეეხება უგზო-უკლოვებას, ასე ვთქვათ, ჩვენი ეკონომიკური ხედვის, რაც ბატონო გიორგიმ თქვა, ამაში ნამდვილად ვერ დავეთანხმები და ეხლა შესაძლოა მის მიერ, ასე ვთქვათ, მოტანილი გეგმა იყოს პერსპექტიული ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, ცოტა კოსმიურად გამოიყურებოდა, ეხლა ეს უცებ ბიუჯეტის გაორმაგება, მაგრამ თუ ეს იქნება რეალობასთან ახლოს, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ხარს დავიჭერთ, მაგრამ ჩვენი გეგმა გვაქვს, აქ იყო ნათქვამი უკვე, რომ თხილის ფაბრიკაც იხსნება პარალელურად, თხილი ეს არის ძალიან პერსპექტიული მიმართულება გურიისთვის და მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე საქართველოს უჭირავს 8% მსოფლიო ბაზარზე თხილის მიწოდებაში და ეს არის ძალიან დიდი პროცენტი, ამიტომ მე მგონი ეს არ გავს უგზო-უკლოვებას, ეს არის ძალიან მიზანმიმართული მუშაობის შედეგი და ამ პოზიციაში ჩვენ ბუნებრივია გავაძლიერებთ მათ შორის გურიაში. მოგვარდება თუ არა ესე იგი ამ სოფელში ჩაის ფაბრიკის პრობლემა? როგორც გითხარით, ეს ზოგადად ოზურგეთში მაისის თვეში ეს პრობლემაც მოგვარდება და თხილის გადამუშავებისაც ბევრ სხვა პრობლემასთან არის. დათო, კიდევ ერთ კითხვას მოვასწრებ. ჩვენ თუ აქვს თქვენს აუდიტორიას კითხვა ჩვენს სტუმრებთან? თავიდან თუ შეიძლება შეკითხო. ჩვენ კიდევ ერთ კითხვას მოვასწრებთ, სამწუხაროდ ჩვენი ბლოკი სრულდება, რეკლამამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, კიდევ ერთი კითხვა თუ შეიძლება. კიდევ ერთ შეკითხვა ამჯერად გიორგი თარგამაძესთან, რომელსაც გიორგი ამთხოვას დასრულებს. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით. ერთი შეკითხვა მაქვს, ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. აი თქვენ ძანეთ და ჩვენც ვიცით, რომ თქვენი პარტია არის ახალშექმნილი და ფიქრობთ, რა თქმა უნდა, უმრავლესობაში მოსვლას. ეხლა რამდენად რეალური იქნება ეს, ამას გვიჩვენებს არჩევნები. და მე მინდა გთხოვოთ, რომ გვიპასუხოთ, რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ და თქვენი ვთქვათ პარტიის შემადგენლობა. დიდი მადლობა კითხვის ბატონ გიორგი, თქვენ კიდე მოგეცემათ ბოლო ბლოკში 3 წუთი ამისთვის და თუ შეიძლება მოკლედ რომ უპასუხოთ, რომ უბრალოდ ჩვენი დრო ამოიჭრა. მოკლე რო იყოს თქვენი პასუხი, იმიტომ რომ მესამე ბლოკი ეთმობა სრულად ამ კითხვაზე პასუხს. კი ბატონო, ჩვენ უნდა აგვირჩიოთ სწორედ იმის გამო, რომ თქვენ ხელისუფლებას არჩევნების წინ არ ახსენდებოდეთ. არ გაბრუებდნენ, უბრალოდ არც ცდილობდნენ თქვენს გაბრუებას იმით, რომ მაგ რაღაც ჩაის ფაბრიკა გაიხსნება, რომლის პროდუქციას კაცმა არ იცის, სად გასაღდება და ყველა ბაზარი საქართველოსთვის დღეს რეალურად არის დაკეტილი, ამიტომ ნურს-ნურავინ მოგატყუებთ, რომ რომელიმე ეკონომიკური პროექტს ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ჩაისთან მიმართებაში ექნება რაიმე პერსპექტივა ამ ხელისუფლების ხელში. ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც სახით შეტრიალდება ხალხისკენ, ხალხის პრობლემებისკენ, სოფლის პრობლემებისკენ, გურიის, ოზურგეთის, ბახვის პრობლემებისკენ, თქვენი პრობლემებისკენ და არ ეცდება რაღაც 50 დღიანი ეკონომიკური პროგრამების ტყუილებით გამოულაყოს საზოგადოებას თავი. მე გეტყვით პირდაპირ თქვენ რომ თუნდაც ის 50 დღიანი პროგრამა, ეგრეთ წოდებული IAP კრედიტების, ხო? 25 მილიონი ლარი გასცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელსაც თითქოს რაღაცა უნდა ეშველა ქართული ექსპორტის გააქტიურებისათვის. 20 ამას რამდენიმე პროცენტიანი სხვაობა უნდა მიეცა ბანკებისთვის, რომ ქართულ მეწარმეებს გამოეტანა და ესარგებლოთ. ამიტომ რაღაც შეება მიიღო. იმიტომ უნდა მოხსენოთ ხელისუფლებას ცუდი პროგრამა აქვს. არა, იმიტომ უნდა მოხსენო ესეთი ტყუილები არავინ არასოდეს აკადროს ამ ხელისუფლებას. დანარჩენ დეტალები. ხმა უნდა მოხსენ იმიტომ. მესამე ბლოკში ხმა უნდა მოხსენ. მესამე ნაწილში უნდა მოხსენ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორები. უნდა იცოდეს სწორედ ამ ბატონმა იქ შეკრებილმა საზოგადოებამ და ყველამ საქართველოში, რომ ჩვენ ვიწყებთ ორშაბათს ხელმოწერების შეგროვებას კონსტიტუციის შესაცვლელად, რომლის მიხედვითაც საქართველოში მართლმადიდებელი რელიგია ოფიციალური რელიგიის სტატუსს მიიღებს, ტრადიციულად აღიარებული რელიგიის სტატუსს მიიღებს და ყველა სხვა რელიგია იქნება აბსოლუტურად დაცული. ხმა უნდა მოხსენ იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის ეკონომიკური პროგრამა, რომელიც საქართველოში ერთბაშად მომენტალურად შექმნის 150,000 სამუშაო ადგილს. ჩვენ გვაქვს ისეთი ეკონომიკური პროგრამა, რომელიც გააორმაგებს ბიუჯეტს ერთ წელიწადში და გააჩენს უამრავ ახალ სამუშაო. დიდი მადლობა ბახველებს, ამათ ხელში იქნება თუ იმათ ხელში, იმედია ბახვის ცხოვრება გაუმჯობესება, ეს იყვნენ ჩვენი სტუმრები, ბატონ გიორგი თარგამაძე, ბატონ გივი თარგამაძე, ეს იყო სოფელ ბახვის მოსახლეობა, ჩვენ ერთმანეთს რამდენიმე წუთში შევხვდებით რეკლამის შემდეგ.
ახლა კი უკვე ჩვენ ტრადიციული ქვიშის საათის დრო დადგა. ბატონებო, სადამეს ქვიშის საათი ჩაიცლება, შეგახსენეთ რომ 3 წუთში, ზუსტად 3 წუთში ჩაიცლება, თქვენ უნდა გასცეთ პასუხი თავარ კითხვას, რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამ მომრჩეველმა. ბატონო გივი, მოდი თქვენ დავიწყოთ, რა კი წინა ბლოკში დაგჭათ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რომ არ მოგეცით სიტყვა. ბატონო, მე მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში ზუსტად დავიწყო ჩვენი ლოზუნგიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ საქმეს. დღეს მე მგონი კონკრეტულ რეგიონთან მიმართებაშიც ეს დავადასტურე, ეს საქმეა, რომელიც კეთდება და არანაირი წინასაარჩევნო ფანდი არ არის, როგორც ბატონ გიორგი ამბობს, იმიტომ რომ ამის შემოწმების საშუალებაც ექნება საზოგადოებას და ჩვენ არ ვცხოვრობთ მოკლევადიანი ერთი არჩევნების ეფექტით. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნებიც უწყვეტი პროცესია ამ ქვეყანაში და რაც თავი ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა ამ საზოგადოების მიმართ და ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ამ არჩევნებისთვის, შემდეგი არჩევნებისთვის კიდევ უფრო დახვეწილი იქნება და კიდევ უფრო გაზრდილი. ისევე როგორც სხვა შორის ამბობდნენ, რომ წინასაარჩევნო ტრიუკი იყო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დაზღვევა მასწავლებლების და უმწეოების და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად მასწავლებლებიც 650,000 დაახლოებით უმწეო ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად მოკლებული იყო საშუალებას ელემენტარული საექიმო დახმარებისა, დღეს ურთულეს ოპერაციებს იტარებს და რიგებია ამ ხალხისგან დამდგარი. ეს არის წინასაარჩევნო ტრიუკი, ეს არის რეალური საქმე და ჩვენ ვაპირებთ სწორედ ესეთი საქმეების გაგრძელება. სამწუხაროდ ოპოზიცია ამ ადამიანებს თავაზობს სუფთა ფიქციას, მხოლოდ და მხოლოდ საუბარს იმაზე, რომ აი ჩვენ დაგვამხობენ და მე გამოჩდება და რაღაც მოიფიქრებენ, აგერ ბატონმა გიორგიმ უკვე მოიფიქრა, რაღაც მორიგი ფიქცია, ეს მე დარწმუნებული ვარ, ერთ წუთში უცებ წყლის გაყიდვით მთელი ქვეყნის გაბედნიერება, ჩემთვის ძალიან სამწუხაროა რელიგიური თემებით სპეკულაციაც, იმიტომ რომ ამ თემაზეც ვინაკეთებ საქმეს, ყველა მიცის, მე მგონი, რამდენი ეკლესია ჩვენ აღვადგინეთ, რამდენის ახლის შექმნას ხელი შეუწყეთ. ესეც ამას შეაფასებს საზოგადოება არჩევნებზე და გარდა ამისა შეაფასებს იმ 50 დღიან პროგრამასაც, რომელზეც ეღიმება ბატონ გიორგის და რომლის პერიოდში უკვე ჩვენ გავზარდეთ უკვე პენსია 70 ლარამდე, ჩვენ ველით საარჩევნო ხმებს სწორედ იმისთვის, რომ შემდეგ წელს გავზარდოთ ეს პენსია $100-მდე, $100 ეკვივალენტამდე იმ იაფმა კრედიტებმა, რომლებზეც ასევე ეღიმებოდა ბატონ გიორგის და რომლებიც გაიცა 1000-ზე მეტ ადამიანზე, უკვე ძალიან ბევრ ადამიანს გაუმართა ხელი, არა მხოლოდ მათ, ვინც მიიღეს, იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, მათი ოჯახის წევრები არიან, იმათაც, ვინც მათ მიერ გამართულ საქმეში მიიღებს მონაწილეობას. მარტივ მაგალითს გეტყვით, სამცხე-ჯავახეთში ესეთი პროგრამა იაფი კრედიტით სწორედ ხორციელდება ერთი ჩვეულებრივი ადამიანი აკეთებს, ამას 2000 კაცამდე საქმდება საბოლოო ჯამში აქ და მათ დაახლოებით 3000-დან 7000 ლარამდე ექნებათ შემოსავალი. სამეგრელოში ესეთივე პროგრამა არის, თქვა საკონსერვო და იქ პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა შეძლებს ხილის და ბოსტნეულის ჩაბარებას. ამიტომ ეს არ არის ფიქცია, ეს არის ნამდვილი საქმე. ჩვენ დავარიგეთ თქვა დიზელი სოფლის მოსახლეობაში, იმიტომ კი არა რომ უბრალოდ წინასაარჩევნო დღეს გაგვეხარებინა, იმიტომ რომ სოფლიო ფასები არის მომატებული და ვიცით ბატონო გიორგი თუ ერთი კითხვა თუ შეიძლება ბატონ გიორგისთან, მას 1 წუთი ექნება რომ პასუხი გაგცეთ. ბატონ გიორგი, დაუჭერთ თუ არა მხარს თქვენ და თქვენი მოძრაობა საქართველოში მართლმადიდებლური რელიგიის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას, არა სახელმწიფო რელიგიის ხაზუსვავ, არამედ ტრადიციულად აღიარებული რელიგიის სტატუსის მინიჭებას კონსტიტუციაში. მე ბატონ გიორგი ვიქნებ მოხარული თუ თქვენ მოხდებით პარლამენტში და პარლამენტში სამუშაო რეჟიმში და არა წინასაარჩევნოთ ხმების მოსაპოვებლად გვექნება საშუალება ამ თემებზე საუბრის. მე ვთვლი რომ რელიგიის თემაზე წინასაარჩევნოთ საუბარი არ არის არც ეთიკური და არც ასეამო. ბატონო გივი, ვიდრე ბატონი გიორგის თქვათ დრო ჩაირთვა, მანამდე მინდა ერთი რაღაც გითხრათ, აი მაგალითად ვიდრე თქვენ საუბრობთ, მოვიდა მესიჯი აგარაზნაურში ექნება გზა დაგვიგოთო, ქართველებიც კმაყოფილებით დაგჭებით და ოსები ცოდა. დაპირდებით თუ არა პირდაპირ ეთერში ამ ხალხს, რომ მალე დაუგებთ მათ გზას. ჩვენ დავამთავრებთ იმ ტრასას, რომელსაც ვაშენებთ ძალიან წარმატებულად თბილისიდან სოხუმამდე და უბრალოდ განთიადამდე და ჩვენ ძალიან მალე თელ სამხრეთ ოსეთს შევუქმნით იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც უკვე შევქმნით სამარეთში. ეს არ არის მხოლოდ ერთი კინოთეატრი. ესე იგი პირდებით ამ ადამიანებს. ბატონო გიორგი, თქვენ ძალიან ცალკე საუბრეთ ამ თემაზე, იმიტომ რომ კითხვის დასმა დაგვასწრეს, მაგრამ იქნებ გააგზავნოთ, რატომ უნდა მოგცეთ ხმა მომრჩეველმა? 3 წუთი თქვენ დრო ჩართული. ამ რჩეველმა ხმა უნდა მოგცეს ცვლილებებისთვის, ვინც კი საქართველოში არის განწყობილი ცვლილებებისათვის, ამ ხარი უნდა დაუჭეროს ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას. ცვლილებებისთვის უნდა მოგცეს ხმა, რადგან
სახელმწიფომ და მთავრობამ გივით არგამაძისთან მიხეილ სააკაშვილის დავალებით კი არ გახსნას ორდღიანი ქარხნები და ფაბრიკები, რომელიც შემდეგ ისე აორთქლდება, რომ ის ყველს ვერ მივაგნებთ, არამედ ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, ბიზნესმა ფული კი არ უნდა მიიტანოს თავის საარჩევნო კამპანიაში მაჟორიტარულ ოლქებში, არამედ მოახდინოს ამ მოგებული თანხების რეინვესტირება, უკან ჩაბრუნება, ახალი ბიზნესების მოგონება, ახალი ინვესტორების შემოყვანა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ბიზნესმენმა უნდა იფიქროს ბიზნესზე და არა პოლიტიკოსმა, იქნება ის ბატონი გივი თუ გიორგი თარგამაძე. ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები იმისათვის, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფლად განვითარდეს, რომ კერძო საკუთრება იყოს დაცული და ვერავინ თავის ხუშტურზე იქნება ეს ბატონი კეზერაშვილი თუ სხვები ვერ მიადგებიან და ვერ დაუნგრევენ შემდეგ ამ ბიზნესს. სრულებებისათვის უნდა მისცენ ხმა, იმიტომ რომ მასშტაბლებლები არ მოატყუონ, კარგია რომ მათ ხელფას უზრდიან, მაგრამ ცუდია, როდესაც კახეთსა და გურჯაანში სწორედ ამ დღეებში ათავისუფლებენ მასშტაბლებლებს რესურს ცენტრიდან და სკოლებიდან თავიანთი პოლიტიკური პოზიციების გამო. კარგია, როდესაც პენსიონერებს პირდებიან $100, მაგრამ მაშინ, როდესაც $100 დაპირდნენ, პენსია უпроსორედ დოლარი ლართან იყო 1.70, დღეს არის 1.45. ეს ყველაფერი კარგია, როცა IAP კრედიტი ახსენა ბატონმა გივიმ და მეც დავიწყე ამას საუბარი და ვერ დავამთავრე, იმ 50 დღის განმავლობაში რა მოგებაც უნდა მიეღო ბიზნესმენს ამ კრედიტით აღებით, ვეღარ იღებს. იმიტომ რომ 20 თებერვლიდან, როდესაც დაიწყო ამ პროექტის განხორციელება, ლარი გამყარდა 3%-ით. ანუ ის მოგება, რომელიც მას IAP კრედიტის პროცენტით უნდა მიეღო, რეალურად დაკარგულია. ანუ ერთი ხელით მისცეს, მეორე ხელით მოაჭრეს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბატონ გივის რეპლიკას ჩვენ სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენს ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოში იმ ფაქტობრივი გარემოების, ისტორიული გარემოების აღიარებას, რომ საქართველოში მცხოვრები ქართველების და ჩვენი ერის უმეტესობა არის სწორედ აღსარებლობით მართლმადიდებელი ქართველი და აუცილებელი არის, რომ ეს აისახოს საქართველოს კონსტიტუციაში. მე მიმაჩნია, რომ ეს არის არა უბრალოდ წინასაარჩევნო თემა, არამედ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რის გამო ჩვენ მოვედით პოლიტიკაში. ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით მანამ სანამ პოლიტიკაში მოვიდოდით დროების მეშვეობით, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკაში ჩვენი ყოფნის დროს წინასაარჩევნო კამპანიისას და ჩვენ სამომრჩეველს ეცოდინება. ქრისტიან დემოკრატების სამომრჩეველს ეცოდინება. ჩვენი პარლამენტში მოხდრის შემთხვევაში, თუ კი სხვა ოპოზიციური ძალები დაგუჭერენ მხარს, თუკი მთელი საქართველო ამოგვიდგება მხარში, საქართველოში მართლმადიდებელი რელიგია აღიარებული იქნება ოფიციალურ რელიგიად. დიდი მადლობა თქვენ დაგჭირდით 17 წამი. ხომ არ გამოიყენებთ ამ დროს? დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი. მე მინდა ვთქვა, რომ ის პროგრამა, რომელზეც ბატონი გივი ქილიკით საუბრობდა, არ არის ეფემერული. ეს არის ქართული მეცნიერებათა აკადემიის მიერ მიღებული და დამუშავებული კონცეფცია, რომელსაც ჩვენ იმედი ვქონდა, რომ მწვანე გზა მიეცემოდა. არაერთი ციკლი რეპორტაჟი მიუძღვენით დროებაში და სწორედ ბენდუქიძე მოახერხა. მე არ ვიცი რამდენად აქვს ბატონ გივის ინფორმაცია. ბენდუქიძე მოახერხა და ისეთი ბარიერი არის. ასე რომ ბენდუქიძის გაჩერებულს ჩვენ ავამოძრავებთ. ბატონ გივი ერთხელ მე ქილიკით არ საუბრობდი, უბრალოდ მე არ მჯერა ეს არ არის პროგრამა, ხო არის ერთი მუხლი, მხოლოდ რომ თქვენ გაყიდეთ წყალს და გაახარებთ ქვეყანას. მე ამისი არ მჯერა, მერცხა ხელი მოგემართოთ. საუბარი არ უნდა და რაც შეეხება გარემოს შექმნას ბიზნესმენების, საერთოდ მარტივი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. დღეს ალბათ ყველამ ნახეთ, გაიხსნა ეს კაბელების ქარხანა ზესტაფონში. მინდა უბრალოდ ძალიან მოკლედ ისტორია მოგიყვანოთ. კითხვა ძალიან როდესაც იყო განადგურებული ეს ქარხანა, მაშინ მას იცავდა ერთი დარაჯი 15 წელი იჯდა და მაინც იცავდა რომ ბოლომდე არ დაენგრიათ. დღეს მოახერხა ამ დარაჯმა სწორედ ინვესტორის პოვნა, მოიყვანა ინვესტორი და დღეს დირექტორი ამ ქარხნის არის ამ დარაჯის შვილი. ანუ გარემოს რაც შეეხება. დღეს მე შემიძლია გითხრათ მაგალითი რომ ადამიანმა მოიფიქრა ერთ-ერთმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ გაზარდა ვარდი 9 ჰექტარზე და ის ყიდის ამ ვარდის ზეთს წურავს აპარატით, რომელიც ჯდება 15 ლარი. თქვენ იმ ადამიანების დამსახურებაზე საუბრობთ, ბატონო გივი, თქვენ სამი ხონდათ. დიდი მადლობა იმ დარეთ, დიდი მადლობა იმ ადამიანს, ვინც ვარდი მოიყვანა, რაც შეეხება კითხვას. დამსახურება აქ არის ხელისუფლების, რომელმაც შეუქმნა ეს გარემო. გარემო უნდა იყოს ესეთი გარემო. კითხვა რაც შეეხება არ მიფიქრია კითხვაზე, მართლა რო გითხრათ. არ გაგიშთა კითხვა. თქვენთან კითხვა არ აქვს ბატონ გივის, ასე რომ ნება მოგვეცით ეს დისკუსია. დასრულებულად ჩავთავოთ, ეს იყვნენ ჩვენი სტუმრები, ბატონი გიორგი თარგამაძე, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი საქართველოში, ბატონი გივი თარგამაძე, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ჩვენ ერთმანეთს ისევ პარასკევს შევხვდებით.
დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. პარასკევამდე ორშაბათს თქვენ გელოდებათ ინგა გრიგოლიას Prime Time-ის talk-show და ის გეგმავს თქვენ გაჩვენოთ ლეიბორისტების შოუ ამ გადაცემაში. ოთხშაბათს კი თქვენ უკვე შეგიძლიათ ნახოთ ეკაკვესიტაძის და ნინო ჯაფიაშვილის გადაცემა. პარასკევს კი ხალხის კითხვებზე პასუხის გაცემა უკვე სხვა პოლიტიკურ ლიდერებს მოუწევთ, ასე რომ უყურეთ რუსთავი ორს.